2011 წელია არ მინდა შემეშალოს და თუ არ ვწდები და არ ვწდები მე მგონი ოქტომბრის თვე დაირხა ხმა ქალაქში და ქვეყანაში შესაბამისად რომ ბიზინა ივანიშვილი ეს ოლიგარქი კაცი მოდის პოლიტიკაში. ეს ის პერიოდია როცა უკვე აღარ არის ცოცხალი პირველი ოლიგარქი, როგორც ამბობენ მასზე არანაკლებ მდიდარი კაცი ბადრი პატარკაციშვილი და ბიზინა ივანიშვილი კი ასე ვიცით ჩვენ, ასე იცის საზოგადოებამ რომ ძალიან არ ყვარობდა, ძალიან არ ემეგობრებოდა კი არა, საერთოდაც მტრობდა ხსენებულ პირველ ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილს. ბიზინამ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლაო, ასეთი ხმა დაირხა და ოქტომბრის თვეა 11-12 არ მახსოვს რა რიცხვი ბიზინა ივანიშვილმა საკუთარ ბიზნეს ცენტრში სოლოლაკის ქედზე ჩაატარა პირველი პრესკონფერენცია, ჟურნალისტები გამოვიდნენ და უცნაურესი კითხვებით მიმართეს მომავალ მმართველს. ჟურნალისტები, რომელთა ნაწილის ბიზინა ივანიშვილმა ახლა საკუთარ სამსახურში ჩაიყენა. მაგალითად ერთ-ერთი კითხვა იყო არ ვაჭარბებ. ერთ-ერთი კითხვა იყო შეჭამა თუ არა ბიზინა ივანიშვილის პინგვინმა ბიზინა ივანიშვილისავე ბეღურა. და ეს კაცი სრული სერიოზულობით პასუხობდა, რომ პინგვინს რომელიც არც ვიცი სად იყო, მაგალითად ჭორბილაში ან ამავე სასახლეში ქსოვილაკის ქედზე ბეღურა სულაც არ შეუჭამია. იქ ბიზინა ივანიშვილმა აქო და აქო ერთი ჟურნალისტად წოდებული აძაგა მეორე თუ არ ვწდები მეორე გაზეთი მედიად წოდებული ვიღაცები მოიწონა, ვიღაცები დაიწუნა და რაღაც საოცარი ფსევდო ფინტები ატარა მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა ბევრი მოხიბლა, ესეც უნდა ვთქვა. ივანიშვილმა მანამდე თუ მერე მეგონი უფრო მერე დაუძახა გარშემო და შემოიკრიბა სხვადასხვა ჭრელი საზოგადოება. ერთის მხრივ ასე მაგალითად მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ასე მაგალითად ის მოჭიდავე რო იყო ოლიმპიური თუ მსოფლიო ჩემპიონი თუ ევროპის ჩემპიონი კურტანიძე, ასე მაგალითად აწგარდაცვლილი ჯაჭვლიანი მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთან აწგარდაცვლილი გოგი თოფაძე, სხვები და სხვები, თუმცა ასევე ეკა ბესელია მაგალითად გია ხუხაშვილი ასე მაგალითად და რაც მთავარია, რაც მნიშვნელოვანია ეს რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი ფორუმი არ მინდა შემეშალოს რესპუბლიკური პარტია რასაკვირველია პირველ ყოვლისა და ასევე თავისუფალი დემოკრატები ამ უკანასკნელი პარტიის 3/4 თუ მეტი არა ახლა შეკრულია ბიზინა ივანიშვილთან და მასთან გადამსხვრილია სხვა თუ არაფერი თავდაცვის მინისტრი რომელიც მერე ირაკლი ალასანიას გაჰყვა ასე უნდა ვთქვა 2016 წელს ან თეა წულუკიანი ახლა დეპუტატი და მანამდე იუსტიციის მინისტრი და ასევე კულტურის მინისტრი სწორედ თავისუფალი დემოკრატების წევრები იყვნენ ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ასევე ნატოში ყოფილი ელჩი საქართველოსი ვიქტორ დოლიძე ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და სხვების გახსენებაც შეიძლება ირაკლი ქადაგიშვილი სხვა თუ არაფერი ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი იყო მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო მაშინ როდესაც ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრი იყო. მოკლედ თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც უხმო ბიზინა ივანიშვილმა და ჩამოაყალიბა რაღაცა კოალიცია ქართული ოცნება. იმხანად ამ ქართულ ოცნებაში უკვე იყო ასე მაგალითად კახა კალაძე ან ასე მაგალითად დავით საგანელიძე და ასე მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილისა და მამუკა მდინარაძისა და სხვების არც ჩამი ისმოდა იმხანად და არც ჩუმი რომ ვიცოდეთ, ანუ ისინი არ ჩანდნენ, ისინი მეექვსე შესაძლოა იყვნენ პარტიაში თუ კოალიციაში სიმართლე გითხრათ, მაგრამ აბა ვინ დაეკითხებოდა მათ ჭკუას. 2011-ში 12-ის მიჯნაზე ჩამოყალიბდა ეს კოალიცია და ბიზინა ივანიშვილმა ბუნებრივია იკითხა, როგორი პოლიტიკა უნდა ეწარმოებინა კოალიცია ქართულ ოცნებას, რა უნდა გაანეცხადებინა მას ასე მაგალითად საშინაო პოლიტიკასთან მიმართებაში, რა უნდა გაანეცხადებინა მას ასე მაგალითად საგარეო პრიორიტეტებთან თუ პოლიტიკასთან მიმართებაში და დასხდნენ ეს ჩვენი მაშინდელი ცნობილი პროდასავლელები და რა და როგორ არ უთხრეს.
როგორ არ დაარიგეს ჭკუა, თუმცა იმ ხანადაც ხლტებოდა მეთქი ბიძინა ივანიშვილი ვიტყვი ასე მაგალითად როდესაც ერთ-ერთ სომხურ თუ არ ვწდები გარემოცვას გამოცემას კითხა ელაპარაკა თემაზე ნატო და საქართველო მან ამგვარი რამეც კი თქვა, ამგვარი რამეც კი წამოსცდა დამტრეული რუსულით თეთრი შურითო შურსო ჩვენო სომხეთისა და ნატოს ურთიერთობისო ჩვენო გვინდაო რომ მიუბაძოთ სომხეთს იმდენად კარგი ურთიერთობა ან დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა აქვს სომხეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ოღონდ სომხეთს არც ახლა აქვს მაინც და მაინც დიდი და ტკბილი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან და მაშინ ხომ მით უფრო არ ჰქონდა. ამგვარ სიგიჟეებს ბიძინა ივანიშვილი კი დააბრეხვებდა ხოლმე, მაგრამ აბა ვინ უყურებდა მაშინ ბიძინა ივანიშვილის სიგიჟეებს, ვინ აფასებდა, ვინ გახედავდა კრიტიკული თვალით, ჩვენ ხომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას ჰყავდა დასამარცხებელი და არ იყო გარკვეული ბოლო მომენტამდე, მე გეტყვით რომ ჩემი მოსაზრებით 18-19 სექტემბრამდე დამარცხდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საერთოდ იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ ეგერთი საკმაოდ მყარად გრძნობდა საკუთარ თავს და სულაც არ ელოდა იმას რომ ჰიბრიდულ ოპერაციას დაუგეგმავდა მას ბიძინა ივანიშვილი კი არა ბიძინა ივანიშვილმა დაუგეგმა და განახორციელა ეს გასაგები, არამედ პირველ ყოვლისა რუსეთი სწორედ 18 თუ 19 სექტემბერს გამოაშკარავდა ეგრეთ წოდებული ციხის კადრები, კარანტინის კადრები და ეს იყო გარდამტეხი ჩემი მოსაზრებით ბიძინა ივანიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის დამარცხების პროცესში 1 ოქტომბერს, ანუ 12-13 დღეში, სწორედაც რომ არჩევნები გაიმართა და საზოგადოებას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა უნდა დაემარცხებინა განა არ დაუშვა მიშამ შეცდომების საარჩევნო პერიოდში, ასე მაგალითად ანტენების დაპატიმრება, ასე მაგალითად ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემების შექმნა, ასე მაგალითად ბიძინა ივანიშვილის 80 მილიონის დაყადაღება, ასე მაგალითად გარკვეული რეპრესიების კიდევ უფრო გააძლიერება, ასე მაგალითად კანონის კონსტიტუციის შეცვლა და იმგვარად წარმოჩენა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სწორედ ის ხდებოდა ისევ პირველი პირი, ანუ პრემიერ-მინისტრის რანგში თუ პრემიერ-მინისტრის სტატუსით და ამგვარმა შეცდომებმაც, მაგრამ განსაკუთრებით სწორედ იმ კადრებმა განაპირობა, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა 1 ოქტომბრის არჩევნებში, მაგრამ ვისაც ახსოვს პირველი თუ მეორე განცხადება მიხეილ სააკაშვილისა 1 ოქტომბერსვე იყო ამგვარი, რომ სულაც არ დამარცხებულა, სულაც არ წაუგია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ მერე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც პარალელური ხმის დათვლამაც და ასე შემდეგ პრინციპში დაადასტურეს, რომ დაახლოებით ანგარიშით 6-4 დამარცხდა მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, თავად მიხეილ სააკაშვილი ერთგვარი კოჭლიხვი იყო უკვე შემდგომი ერთი წელი 2013 წლის ოქტომბერში, ისიც თქვენ რომ ის მონაწილეობასაც ვერ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში და გიორგი მარგველაშვილი გახდება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი. ამ ყველაფერს ვიხსენებ, იმიტომ მათ დამატებით, რომ კარგად გაგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილი იმ თავითვე იყო, მოდი ასე ვიტყვი, თვალთმაქცი და აფერისტი კაცი, რომელიც რას არ მოიფიქრებდა ხოლმე საიმისოდ, რომ რას არ მოაფიქრებინებდნენ ხოლმე საიმისოდ რუსები პირველ ყოვლისა, რომ ქართული საზოგადოებისათვის თავგზა აებნია და ისეთი რაღაცეები ეთქვა ან ეკნა, რომ ქართულ საზოგადოებას მართლაც დაგონებოდა, რომ ქართული ოცნება ისეთივე სწორი და ჯანსაღი ძალაა, როგორიც უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს მართველი პოლიტიკური ძალა. მაგალითად 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში ქართულმა ოცნებამ ჩააწერა ამგვარი სიტყვები. დაამკვიდრებს, ანუ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ მმართველობას და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც ხალხის აქტიური მონაწილეობით განახორციელებს კონსტიტუციურ
რეფორმას. და ეს კონსტიტუციური რეფორმა ჩატარებული უკვე შემდგომ წლებში მოსული ირაკლი გობახიძის ხელისუფლებაში მოსული ძალაუფლებაში კახაკალაძის რეკომენდაციით მოსული ირაკლი გობახიძის მიერ სულაც არ ეხებოდა და არ გულისხმობდა სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებული და გაწონასწორებული მოდელის დამკვიდრების ცდილობაც კი არ ქონიათ, პოლიტიკური სისტემა მათ არ ჩამოუყალიბებიათ და პირიქით კონსტიტუციური რეფორმად წოდებული იყო კონსტიტუციის და სახელმწიფოს მკვლელობის დასაწყისი უკვე შემდგომ წლებში, მაგრამ ეს ის პერიოდია 2016 წლის შემდეგ, ეს არის 17 და ახლოებით კი არა, ზუსტად 17-დან 16-17-დან ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე აღარ ახავს ბიზნე ივანიშვილს ის პროდასავლური ძალები, რომლებიც მათთან ბოდიში რასაკვირველია, მაგრამ ლეღვის ფოთლებივით გამოიყენა ბიზნე ივანიშვილმა იმ ხანად, იხმარა მეთქი ასე ვიტყვი, ცუდი სიტყვაა და შესაძლოა ეტკინოს და ეწყინოს განსაკუთრებით ზოგ მათგანს, ვინც ახლა სულაც არ არის ხელისუფლებაში, ანუ არ ეწყინება თეატრ ლუკიანსა თუ ირაკლი შიქოვანს, მაგრამ უთუოდ ეწყინება რომელიმე მათგანს, ვინც ხელისუფლებასთან არ არის მიკედლებულები არიან, ასე მაგალითად თავისუფალი დემოკრატების აკიკითხავით 80% და ბუკასა და ნინოს გარდა, ბუკა პეტრიაშვილისა და ნინოს გოგუაზის გარდა პრაქტიკულად არ მახსენდება თავისუფალი დემოკრატი, რომელიც არ იყოს ხელისუფლებაში ან ხელისუფლებასთან, ირაკლის არ გულისხმობ ალასანიას, რომელიც გავიდა პოლიტიკიდან, მეორე მუხლი ამავე ჩანაწერიდან, რაც ბიზნა ივანიშვილის კოალიციამ შემოგთავაზა იმ ხანად, ანუ 2012 წელს, იყო ამგვარი, უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში. კვლავ ვიმეორებ, ამ დაპირებით, მინიმუმ ამ ორი დაპირებით, ბიზნა ივანიშვილი და კიდევ სხვა დაპირებებითაც რასაკვირველია, მოვიდა ხელისუფლებაში და როდესაც მე ან სხვები ვამბობთ იმას, რომ ბიზნა ივანიშვილმა 2024 წლის 28 ნოემბრიდან მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება ჩვენს არაჩვეულებრივ, ჩვენს წარმტაც, ჩვენს ძლიერი რომ უნდა ყოფილიყო იმ ქვეყანაში, რასაკვირველია ჩვენ არ ვცდებით, მაგრამ ამავდროულად არ ვცდებით, როდესაც არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ სახელმწიფო გადატრიალება ბიზნა ივანიშვილმა მოახდინა ჯერ კიდევ წლებით ადრე, როდესაც საკუთარივე საპროგრამო ჩანაწერები, საპროგრამო დაპირებები დაახია საკუთარ თავსაც და დაახია ამორჩეველსაც, საკუთარ ამორჩეველსაც მათ შორის და უარყო ის ჩანაწერები თუ ის დაპირებები, რომლებიც მას უშუალოდ და მის კოალიცია ქართულ ოცნებას ჰქონდა მიცემული ქართული საზოგადოებისათვის. დიახ, უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, ამიტომაც მისცა 2012 წელს ხმა ბიზნა ივანიშვილის კოალიციას, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და თქვა მაშინ საზოგადოებამ, რომ უფსკრული არ უნდა იყოს საზოგადოებებს შორის, მიშამ ბევრი რამ დაარღვია, გადაარღვია, გადმოარღვია, ბევრ რამეში დაუშვა შეცდომა და თუ დასავლური ძალა მოდის, მაშინ რატომაც არა, თუ დასავლური ის ძალა მოდის, რომელიც ნატოსთანაც დაგვაახლოვებს, ევროკავშირთანაც დაგვაახლოვებს, უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს, რეგიონული პოზიციების გამყარებას შეუწყობს ხელს, მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობას და ამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელს, მედიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და კიდე სოფელ $5 მილიონ ლარს დაარიგებს, რატომაც არა, ჩვენ უნდა მივცეთ ხმა, სწორედაც რომ იმხანად ოპოზიციურ კოალიციას ბიზნა ივანიშვილმა თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ ის არც უფასო ფულს მოგცემდა, არც $5 მილიონ დაარიგებდა და იმ თავითვე ჰქონდა თითოეული სოფლისთვის და იმ თავითვე ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ ამ საკუთარივე ჩანაწერს, რომელიღაც ეტაპზე მისი ხელით დაწერილს, დახევდა აბარას იზავდა და ასე დაიწყო კიდეც ჰიბრიდული ოპერაცია 12-შიც, მაგრამ განსაკუთრებით 16 წლიდან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ ჰიბრიდული ოპერაციის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასე უნდა ვთქვა, მოსყიდვა, პირებისა მაინც და მაინც მოსყიდვაში მე არ ვგულისხმობ ან ამოსყიდვას არ ვუწოდებ, მაინც და მაინც ქთამის მიცემას, თუმცა ასეც იქნება უმრავლეს შემთხვევაში, თავის კმაყოფაზე ჰყავს ბიზნა ივანიშვილს ჟურნალისტებად წოდებული, უკვე ჟურნალისტებად წოდებულები და არა ჟურნალისტები, რომლებიც დაუმსახურებლად ყოველგვარი შრომისა და ძალის ხმევისა და ინტელექტუალური ინვესტიციის გარეშე იღებენ ასე ვიტყვი
შემოსავალს ბიზინა ივანიშვილის კორპორაციისაგან, ასე პერსონალურად ივანიშვილისგან და ასევე კორპორაციისაგან იმაში რომ აპრავონ და აპრავონ ბიზინა ივანიშვილი. აგრეთვე ხა მაინც და მაინც კოლეგებად წოდებულებზე, თუმცა რატომაც არა, მაგრამ კოლეგებად წოდებულებზე მაინც და მაინც რომ არ ჩავისიკლო, გადავისიკლო, ეს კოლეგებად წოდებულები არა მხოლოდ მეინსტრიმ მედიაში არიან, ეგრა მაგის პასუხია, განსაკუთრებით ონლაინ მედია, ასევე ონლაინ მედიაში არიან და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ ამ სისტემის ნაწილები ხანდახან ვერც კი ხვდება ზოგი მათგანი როგორ ემსახურება ბიზინა ივანიშვილს, რამდენადაც ჰგონია რომ პირდაპირ ბმულები არა აქვს რა ქართულ ოცნებას, თან აქედან გამომდინარე ბიზინა ივანიშვილი არც არაფერ შუაში აი რა კავშირში ამ ყველაფერთან ჯორჯიან ტაიმსი ასე მაგალითად რომელიმე ასეთი ბნელი მედია საშუალება ან რადიო უცნობი თუ სხვა მედია საშუალება ისინი შესაძლოა პირდაპირაც არ არიან მიბმულნი ბიზინა ივანიშვილთან მაგრამ ის საინფორმაციო პოლიტიკის ტყვეობაში და ამავდროულად გამტარები არიან რომელსაც ბიზინა ივანიშვილი უფრო ზუსტად რომ იყო რუსეთი აწარმოებს დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. და გარდა ჟურნალისტებად წოდებულებისა არიან აგრეთვე ექსპერტებად წოდებულები, რომლებიც დააბრეხვებენ ხოლმე, რომლებიც ოდესღაც შესაძლოა ავტორიტეტებადაც კი მიაჩნდა ზოგ ჩვენგანს. აი ახლა მე ერთ ვიდეოს გაჩვენებთ. გადავინახე თუ არ ვწდები კი არა, არ ვწდები და გადავინახე და ზუსტად მახსოვს. ეხლავე, მოდის ვიხდი. უყურეთ, ეს კაცი ვერ ვიცანი თავიდან. ის ჩემი რესპონდენტი იყო წლების განმავლობაში. როგორც ასაკიან კაცს ახლა მაინც და მაინც მისი გაკრიტიკება და გამოკრიტიკება კი არ მინდა, მაგრამ როგორც ასაკიანი კაცისა, მაგრამ რასაც ლაპარაკობს ის, რასაც იტყვის ახლა არის სრული კოციზმი როგორც ასეთი და ის სამწუხაროდ ეს კაცი როგორც ახლა გაჩვენებთ და მე დაგისახვა რასაც იცნობთ კიდეც უჩემოთ მაგრამ მაინც ეს კაცი სამწუხაროდ ამ კოციზმშია მოქცეული და ეს კოციზმი რა არის იცით ვიდრე გაჩვენებთ გეტყვით ეს კოციზმი არის საქართველოს გადართვა გადაბარგება რუსულ ჩასაძირად განწირულ და ისტორიული თვალსაზრისით ჩასაძირად განწირულ გემში აქ არ არის ლაპარაკი სხვაშორის ბიზინა ივანიშვილზე ამ სინქრონში, ამ ნაწილში, ამ ვიდეო კონტენტში. ორი პირი ერთმანეთს ეკამათება თითქოს და მესამე პირიც მონაწილეობს ამ დებატში თუ მსჯელობაში, მაგრამ ეს ორი პირი განსაკუთრებით არის ჩართული ერთმანეთთან და ნახეთ ერთი რასეუნება მეორეს. უნდა იცოდეს ყველა მათ შორის ამ კაცმაც რომ დამოუკიდებლად იმისა ბიზნესგან იღებს თუ არა ფულს და მე არ ვიცი ცხადია ესე ხელს ვერ დავადებ კაც რომელსაც ოდესღაც ვიცნობდი მე განა არ ვიცნობდი და პატივსაც ვცემდი მეთქი არ მომერდება ამ სიტყვის თქმა მაგრამ ეს კაცის ისევე როგორც ხვები არიან ბიზნეს საცეცები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწყინება ბატონ რამას და ეს აი რამას საყვარელიძე მაგრამ რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება ნახეთ ვიპასუხეთ პუტინი თქვა ნიკა მაგალითად როგორი კაცია თქვენი ნიკა ჩიტაძე ეუბნება ამგვარ რამეს სულიკაცია ბატონ ჯონი მიშა როგორი კაცია და რამას საყვარელიძე უცებ ნიკას უტევს ამგვარ რამეს მიშა როგორი კაცი რა კავშირშია მიშა სააკაშვილი და პუტინი ნიკა პასუხობს ასე მიშა კარგი კაციაო იმ შემთხვევაშიც კია საპასუხო ესე თუ მიშა სააკაშვილი რომელიმე ჩვენგანს ან დებატში მონაწილეს სულაც არ გონია კარგი კაცი იმიტომ რომ არ არის სადარი შესადარი ერთმანეთთან პუტინი როგორი კაცია აქ შეიძლება დაასახელოს სხვა რომელიმე დიქტატორი აი მიშა როგორი კაცია ეს კი არ უნდა თქვა აი მაგალითად ასადი როგორი კაცია ან რაღაც სხვა რომელიმეზე უნდა გაამახვილო ყურადღება მაგრამ მიშა შენი ქვეყნის ყოფილი თუნდაც თქვენი აზრით ამ შემთხვევაში რამას საყვარელიძის თქვენობით მიმართავ ცდარი ან არასწორი ან ცუდი პრეზიდენტი ხო არ შეიძლება თანაბარ სიფრთხეში გაიყვანო მიხეილ სააკაშვილი ამ ყველას მტერ თავისუფლების მტერ პუტინთან ეს რომ იცოდეთ აი ეს არის კოციზმი ბარემ რომ გითხრათ და დიახ 2012 წლიდანაც პირველ ყოვლისა მაგრამ ამ უბოდიშეება და ეწყინება რავაზ საყვარელიძეს მაგრამ და თუნდაც მასზე არ თქვა ამ ბნელმა კოციზმა ამ პროვინციულმა მართლობა პროვინციულმა ნარატივმა გაიმარჯვა ჩვენს ქვეყანაში 2012-ში მაგრამ თვალსაჩინო ეს გახდა განსაკუთრებით შემდგომ პერიოდში 2016-დან როდესაც ღია აგენტურა ჩაგვისვა ჩვენ
რუსულმა ოცნება, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში გაჯერდა ეს ხელისუფლება ამ აგენტურით რუსეთმა ჩაგვისვა მეთქი ვიტყვი ასეთი. ახ რამაზ საყვარელიძეს ეკითხება იკა ჩიტაძე რომ როგორი კაცია პუტინი ამასაც კი ვერ ამბობთო რამაზ საყვარელიძეს აღმოხდება და ეს კარგია სხვადასხვა რომ აღმოხდა ამის გამო შეიძლება უსაყვედრო რომ კიდეც სადღაც რომ პუტინი ცუდი კაცია სხვადასხვა ბატონ რამაზ ბარემ მკითხავ ან თქვენ მკითხავთ თუნდებად რატომ ვერც ერთ ხელისუფალს უკვე 10 წელია ერთი 10 წელია მაინც მეტი ანუ 13-14 წელიწადია ვერ აღმოხდენია ვერ წამოსცდენია ამდენი ხნის განმავლობაში რომ პუტინი არის ცუდი კაცი აი იგივე კითხვით რომ მიუმართოთ ასე მაგალითად რამაზ საყვარელიძისთვის კარგ კაცს ჩალვა პაპუაშვილს ან საუკეთესო კაცს ირაკლი კობახიძეს როგორ გონიათ ისინი რას იხდენ აი ადრეული პერიოდის ქართული ოცნება 12-14 წლებისა მაინც თხოვდით 15 წლებისა იქ იტყოდნენ ცალკეული პირები ყველა არა მაგრამ ცალკეული პირები იტყოდნენ რომ პუტინი ცუდი კაცია რამაზ საყვარელიძეს ეს წამოსდა მან პაპუაშვილს რომ მკითხო აი რომ როგორც ხელისუფალს ის იტყვის კი პუტინზე რომ ის ცუდი და ამომგდები და ოკუპანტი და უკრაინის მტერი და საქართველოს მტერი და ზოგადად კაცობრიობის მტერი და თავისუფლების მტერი კაცია არ იტყვის რამაზ საყვარელიძეს ჭყალებში დაუფასოთ ეს გულადობა ჯონდი ბაღათურია მე არ მინახავს ცხადია სრული გადაცემა ჯონდი ბაღათურია არა ვარ დარწმუნებული რომ ისეთი გულადია ისეთი ანტიპუტინისტია როგორი ანტიპუტინისტიც არის რამაზ საყვარელიძე მაგრამ აქ რამაზ საყვარელიძე კვლავ მეორე პუშებს თავარ და გენერალურ შეცნობას კი არა გენერალურ არასწორობას ამბობს როდესაც უთანაბრებს მიხეილ სააკაშვილს ამ დებატის დროს ვლადიმირ პუტინს და ამბობს რომ კარგი მე კი ვთქვი რომ პუტინი ცუდი კაცია მაგრამ აბა შენ მითხარი მიხეილ სააკაშვილი ცუდი კაცია თუ არა არ არის გათანებრება არ შეიძლება შენი ქვეყნის თუნდაც მცდარი შენი მოსაზრებით და ობიექტურადაც მცდარი პოლიტიკოსისა რომელიც თავისუფლების სადარაჯოზე იყო აი აქ უნდა შეუტრიალო კითხვა და უნდა ვკითხო ამგვარი რამ არ ვიცი რამდენად რამაზ საყვარელიძეს მაგრამ აი ამ მაგალითად ჯონდი ბაღათურია შეიძლება საუკეთესო ადრესატის ან ერთ-ერთი საუკეთესო ადრესატის კი იყოს ამ დებატებში მონაწილე ჯონდი ბაღათურია ბიძინა როგორი კაცია ბიძინა და ამ შემთხვევაში რამდენადაც ხვდები მაგალითად ჯონდი ბაღათურიას დირაწინააღმდეგია მაგალითად არაბული კომპანიის შემოსვლისა საქართველოში რამაზ საყვარელიძის პოზიცია არ ვიცი უნდა გკითხო შენ როგორ ფიქრობ ბიძინა როგორი კაცია და ეს რამაზი და ის ჯონდი და რამაზი ერთმანეთს უნდა შეუპირისპირო ამ ადამიანებამდე კი არ დავდივარ უბრალოდ იმას ვამბობ რომ ბიძინა ივანიშვილმა სპეცოპერაცია ჩაგვიტანა ჩვენ 2012-ში ბიძინამ კი არა რუსეთმა ბიძინას მეოხებით ბიზნეს გამოყენებით ამას უნდა შევეგუოთ ეს უნდა როგორღაც ვუღიაროთ საკუთარ თავს და ეს სიმართლე როცა იქნება თქმული ჩვენს მიერ ამ მომგდებ ბიზნა ივანიშვილზე ვინც ის და იქნება უფრო გაგვიადვილდეს ბრძოლა ამ რუსი ივანიშვილის ქართულგვარიანი რუსი ივანიშვილის წინააღმდეგ ნახვამდის